გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ მეცადინეობთ მაკროეკონომიკაში გრიგორი მენქიუს სახელმწიფოთი და ჩვენ განვიხილავთ მეოთხე თავს, რომელიც არის მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალები. დავიწყოთ. როდესაც ფლორიდაში ყინვებია, ფორთოხლის ფასი ქვეყნის ყველა სუპერმარკეტში იზრდება. როდესაც ნიუ-ინგლენდში ზედიზედ რამდენიმე ზაფხული თბილი ამინდებია, კარიბის კუნძულებზე სასტუმროს ოთახების ფასი მცირდება. როდესაც ცენტრალურ აღმოსავლეთში ომი იწყება, შეერთებულ შტატებში ძვირდება ბენზინი და იაფდება ნახმარი კადილაკები. რა აქვს საერთო მოვლენებს ნეტა? ყველა ეს მოვლენა მიწოდებისა და მოთხოვნის მოქმედებებს გვიჩვენებს. მიწოდება და მოთხოვნა ის სიტყვებია, რომელთაც ეკონომისტები ყველაზე ხშირად იყენებენ და ამისთვის მყარი საფუძველიც აქვთ. მიწოდება და მოთხოვნა ის ძალებია, რომლებიც საბაზრო ეკონომიკას ამუშავებს. ეს ძალები განსაზღვრავს თითოეულ საქონლის წარმოების მოცულობას და ამ საქონლის გასაყიდ ფასს. თუ გსურთ იცოდეთ, როგორ იმოქმედებს რომელიმე პოლიტიკა ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმაზე უნდა დაფიქრდეთ, თუ როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა მიწოდება და მოთხოვნაზე. მოდესტურებ. ამ თავში გავიცნობით მიწოდებისა და მოთხოვნის თეორიას, განვიხილოთ როგორ იქცევიან და როგორ ურთიერთქმედებენ მყიდველები და გამყიდველები, ვნახავთ როგორ განსაზღვრავს მიწოდება და მოთხოვნა ფასებს საბაზრო ეკონომიკაში და როგორ ანაწილებს ფასები თავის მხრივ ეკონომიკის შეზღუდულ რესურსებს. აი სხვათა შორის მათ უნდა ჩაუგდეთ მე ეს ვიდეო, აი ფასების მდგენელი კომისია რო არის. ტერმინები მიწოდება და მოთხოვნა მიუთითებს ადამიანთა ქცევაზე. როდესაც ეს ადამიანები კონკურენტულ ბაზრებზე ურთიერთქმედებენ, ვიდრე მყიდველისა და გამყიდველების ქცევაზე ვიმსჯელებით, უფრო სრულად განვიხილავთ, რას გულისხმობს სიტყვაში ბაზარი. კონკურენტული ბაზრები. ბაზარი კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების, მყიდველებისა და გამყიდველების ჯგუფია. მყიდველები როგორც ჯგუფი განსაზღვრავენ საქონელზე მოთხოვნას, ხოლო გამყიდველები როგორც ჯგუფი განსაზღვრავენ საქონლის მიწოდებას. ბაზრები სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ ბაზრები კარგად აორგანიზებული, მაგალითად სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო და საქონლის ბაზრები. ამ ბაზრებზე მყიდველები და გამყიდველები ერთმანეთს ხვდებიან განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, სადაც აუქციონერი მათ ფასების განსაზღვრასა და გაყიდვის ორგანიზებაში ეხმარება. ბაზრები მეტწილად ნაკლებ ორგანიზებულია. მაგალითად განვიხილავთ ნაყინის ბაზარი კონკრეტულ ქალაქში. ნაყინის მყიდველები ერთმანეთს რომელიმე დათქმულ დროს არ ხვდებიან. ნაყინის გამყიდველები სხვადასხვა ადგილზე იმყოფებიან და გარკვეულწილად განსხვავებულ პროდუქციას ყიდიან. არ არსებობს აუქციონერი, რომელიც ნაყინის ფასს გამოაცხადებს. ყოველი გამყიდველი ნაყინის ფასს დახლზე აკრავს და ყოველი გამყიდველი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რამდენი ნაყიდი იყიდოს. მიუხედავად არაორგანიზებულობისა, ნაყინის მყიდველთა და გამყიდველთა ჯგუფი ბაზარს ქმნის. რა არის კონკურენცია? ნაყინის ბაზარი ისევე როგორც ბაზრების უმეტესობა ეკონომიკაში მაღალ კონკურენტულია. თითოეულმა მყიდველმა იცის, რომ შეუძლია გააკეთოს არჩევანი რამდენიმე გამყიდველს შორის, ხოლო თითოეულმა გამყიდველმა იცის, რომ მისი პროდუქტი სხვა გამყიდველების მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მსგავსია. ნაყინის ფასი და გაყიდული ნაყინის რაოდენობა არ განისაზღვრება ერთ ცალკე მყიდველსა თუ გამყიდველის მიერ. ნაყინის ფასსა და რაოდენობას ყველა მყიდველი და გამყიდველი განსაზღვრავს ბაზარზე ურთიერთქმედების პროცესში. ეკონომისტები იყენებენ ტერმინს კონკურენტული ბაზარი. ისეთი ბაზრის დასახასიათებლად, რომელშიც მრავალი მყიდველი და გამყიდველია, რაც გამყიდველის უმნიშვნელო შესაძლებლობას უტოვებს გავლენა მოახდინოს საბაზრო ფასზე. თითოეულ გამყიდველს შეზღუდულია ფასის განსაზღვრაში, ვინაიდან სხვა გამყიდველებიც ასეთსავე პროდუქტს ყიდიან. გამყიდველს არ აქვს არსებულ ფასზე ნაკლები ფასის დადების მიზეზი. ხოლო თუ მეტ ფასს დაადებს, მყიდველები ნაყინს ნებისმიერ სხვა გამყიდველისგან იყიდიან. ანალოგიურად ერთ ცალკე მყიდველს არ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ნაყინის ფასზე, ვინაიდან იგი ნაყინის მხოლოდ მცირე რაოდენობას ყიდულობს. აი მაგალითად ეხა საქართველოში ხა დენის ფასი რო გააზრდეს დღეს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ უბრალოდ ერთადერთი მომწოდებელი თბილისში დენის არის თელასი. და თელასი ძახის რომ მე რადგან მჭირდება რომ რაღაცა ჩემი ინფრასტრუქტურა გავმართო, ამიტომ მე თქვენ გიზდით ტარიფს, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ ალტერნატიული რეალობა, სადაც ორ კომპანიას შორის შეგვეძლოს თელას და შმელას შორის შეგვეძლოს არჩევანი დენის ტარიფის. შმელას აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, თელას გაზამართი. ამ შემთხვევაში როდესაც თელასი გააძვირებდა ტარიფს, ჩვენ ავდგებოდით და გადავიდოდით შმელასზე, იმიტომ რომ შმელას უკვე გამართული ინფრასტრუქტურა აქვს და შესაბამისად მოდი შმელას ვიცით ჩანსი. და თან იმის პირობებში რომ შეიძლება თელასის გაძვირებული ტარიფი შეიძლება შმელასის ტარიფზე მეტი იყოს და თან ასევე
თუ შმელასი უზრუნველყოფილია უკვე გამართული ინფრასტრუქტურით, შეიძლება თელოსმეს ვერ განახორციელოს თავის ინვესტიციით, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ხდება, ხო? და შესაბამისად შეიძლება არ იყოს იმენად ეფექტური. ამიტომ კონკურენცია ყველაფერში მნიშვნელოვანია რა. მათ შორის ისეთ რაღაცა სერვისებში, რომელიც იდეაში ჩვენ გონია რომ სახელმწიფო გაწვის, როგორც არის დენი მაგალითად, ხო? ამ თავში დავუშვებთ, რომ ბაზრები სრულყოფილად კონკურენტულია. სრულყოფილი კონკურენციის ბაზრები განისაზღვრება ორი ძირითადი მახასიათებლით. გასაყიდად შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია და მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა ისე დიდია, რომ ცალკეული მყიდველი გამყიდველი საბაზრო ფასზე გავლენას ვერ ახდენს. ვინაიდან სრულყოფილი კონკურენციის ბაზრებზე მყიდველები და გამყიდველები იძულებულნი არიან მიიღონ ბაზრის მიერ განსაზღვრული ფასი. ამიტომ მათი ფასის მიმღებს უწოდებენ. ამ თავში დავუშვებთ, რომ ბაზრები სრულყოფილად კონკურენტულია. სრულყოფილი კონკურენციის ბაზრები განისაზღვრება ორი ძირითადი მახასიათებლით. გასაყიდად შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია და მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა ისე დიდია, რომ ერთ ცალკეულ მყიდველი ან გამყიდველი საბაზრო ფასზე გავლენას ვერ ახდენს. ვინაიდან სრულყოფილი კონკურენციის ბაზრებზე მყიდველები და გამყიდველები იძულებულები არიან მიიღონ ბაზრის მიერ განსაზღვრული ფასი, ამიტომ მათ ფასის მიმღებებს უწოდებენ. Okay. არსებობს ბაზრები, რომელთა მიმართ დაშვება სრულყოფილი კონკურენციის შესახებ სრულიად სამართლიანი. მაგალითად, ხორბლის ბაზარზე არსებობს ათასობით ფერმერი, რომელიც ხორბალს ყიდის და მილიონობით მომხმარებელი, რომელიც იყენებს ხორბალსა და ხორბლის პროდუქტებს. იმის გამო, რომ ცალკეულ მყიდველს და გამყიდველს არ შეუძლია ხორბლის ფასის ზემოქმედება, თითოეულ მათგანი ფასს იღებს როგორც მოცემულს. სრულყოფილი კონკურენცია ყველა სახის საქონლისა და მომსახურების ბაზარზე არ არის. ზოგიერთ ბაზარზე მხოლოდ ერთი გამყიდველია და სწორედ ის აწესებს ფასს. ასეთ გამყიდველს მონოპოლისტი ეწოდება. მონოპოლია შეიძლება იყოს მაგალითად ადგილობრივი საკაბელო სატელევიზიო კომპანია. თქვენი ქალაქის მცხოვრებლებს ალბათ ერთი საკაბელო კომპანია ემსახურება, რომელიცგანაც ამ მომსახურებას ყიდვა შეიძლება. რეალურ სამყაროში ბაზართა მრავალფეროვნების მიუხედავად ჯერ შევისწავლოთ სრულყოფილი კონკურენცია. სრულყოფილი კონკურენციის ბაზრების ანალიზი ძნელი არ არის. უფრო მეტიც, იმის გამო რომ კონკურენცია მეტნაკლებად თითქმის ყველა ბაზარზეა, იმ მეთოდების დიდი ნაწილი, რომელთაც სრულყოფილი კონკურენციის პირობებში მიწოდებისა და მოთხოვნის შესწავლისას გავიცნობით, უფრო რთულ ბაზრების შესწავლისას გამოიყენება. ბაზრების შესწავლამ მყიდველთა ქცევის ანალიზით დავიწყებთ. მოდით გავამარტივოთ საქმე და ერთ რომელიმე საქონელზე შევჩერდეთ, მაგალითად ნაყინს. მოთხოვნის მრუდი, დამოკიდებულება საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის. მოთხოვნის რაოდენობა არის საქონლის მოცულობა, რომლის შეძენას სურთ და შეუძლიათ მომხმარებლებს. როდესაც ვისწავლით, როგორ მუშაობს ბაზრები, ვნახავთ, რომ მოთხოვნის რაოდენობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ერთ მათგანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ეს არის საქონლის ფასი. თუკი ნაყინის ფასი $20-მდე გაიზრდება, ალბათ ნაკლებ ნაყინს შეიძენთ და შესაძლოა სანაცვლოდ გაყინული იოგურტი ამჯობინოთ. თუკი ნაყინის ფასი $0.2-მდე ან 20 ცენტამდე შემცირდება, მაშინ მეც შეიძენთ. იმის გამო, რომ ფასის ზრდა მოთხოვნის რაოდენობის კლებას იწვევს, ხოლო ფასის კლება მოთხოვნის რაოდენობის ზრდას, ვამბობთ, რომ საქონლის ფასი და საქონელს მოთხოვნის რაოდენობა ერთმანეთის უპროპორციულია. ეს დამოკიდებულება სამართლიანია თითქმის ყველა საქონლისათვის და იმდენად მტკიცეა, რომ მას ეკონომისტებმა მოთხოვნის კანონი უწოდეს. ეს კანონი შემდეგნაირად ჟღერს. სხვა თანაბარ პირობებში საქონლის ფასის ზრდა იწვევს მასზე მოთხოვნის რაოდენობის კლებას, ხოლო საქონლის ფასის კლება იწვევს მასზე მოთხოვნის რაოდენობის ზრდას. ანუ მარტივად, თუ მაღაზიაში გაძვირდება, შოკოლადის ფასი, ჩვენ ნაკლებ შოკოლადს ვიყიდით, იმიტომ რომ ძვირია და ვიყიდით რამე სხვას, პეჩენიას. მაგრამ თუ დაეცემა შოკოლადის ფასი, მაშინ ვიყიდით ბევრ შოკოლადს, იმიტომ რომ იაფია და შოკოლადი გვიყვარს, შოკოლადი კაია. პირველ ნახაზში მოცემული ცხრილი გვიჩვენებს რამდენ ნაყინს ყიდულობს ქეთრინი თვეში, სხვადასხვა ფასად. თუკი ნაყინი უფასოა, ქეთრინი თვეში 12 ულუფას მიირთმევს. როდესაც ფასი $0.5-მდე იზრდება, თვეში 10 ნაყინს ყიდულობს. ფასის შემდეგ ზრდასთან ერთად კლებულობს შეძენილი ნაყინის რაოდენობას და როდესაც ფასი $3 უტოლდება, ქეთრინი საერთოდ სწყვეტს ნაყინის სიამოვნებას. ეს ცხრილი არის მოთხოვნის განრიგი. იგი გვიჩვენებს ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის არსებულ დამოკიდებულებას. იმ დანარჩენი ფაქტორების ცვლილების გავლენის გაუთვალისწინებლად, რომლებიც განსაზღვრავს თუ რამდენი საქონელი შეძენა სურთ მომხმარებლებს მოცემულ ფასად. მოთხოვნის კანონის საილუსტრაციოდ პირველ ნახაზზე მოცემულ გრაფიკზე გამოყენებულია მოთხოვნის განრიგის მონაცემები. ვერტიკალური ღერძი არის ფასი, ჰორიზონტალური კი მოთხოვნა.
მოთხოვნისა და ფასის დამაკავშირებულ დახრილ დაღრმავულ ხაზს მოთხოვნის მრუდი ეწოდება. მოთხოვნის განრიგი გვიჩვენებს მოთხოვნის რაოდენობას მოცემულ ფასად. მოთხოვნის მრუდი, რომელიც გრაფიკულად ასახავს ცხრილში მოცემულ მოთხოვნის განრიგს, გვიჩვენებს როგორ იცვლება საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების შესაბამისად. იმის გამო, რომ ფასი შემცირებით იზრდება მოთხოვნის რაოდენობა, მოთხოვნის მრუდი კლებადია. კი ბატონო. საბაზრო მოთხოვნა და ინდივიდუალური მოთხოვნა. პირველი ხაზის მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს ერთ ადამიანის მოთხოვნის საქონელს. ბაზრის მუშაობის გასაანალიზებლად გვჭირდება საბაზრო მოთხოვნის განსაზღვრა, რაც კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე ყველა ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამია. რაც მეორე ნახაზზე მოცემული ცხრილი გვიჩვენებს ორი ინდივიდის, ქეთრინისა და ნიკოლას მოთხოვნის განრიგებს. ქეთრინის მოთხოვნის განრიგი გვიჩვენებს რამდენ ნაყენს ყიდულობს ის ყოველ ფასად, ხოლო ყიდულობს ის ყოველ ფასად. ხოლო ნიკოლაის მოთხოვნის განრიგი გვიჩვენებს მის მიერ ნაყედი ნაყენის რაოდენობას ყოველ კონკრეტულ ფასად. საბაზრო მოთხოვნა ამ ორი ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამია. მეორე ნახაზზე მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს მოთხოვნის მრუდებს, რომლებიც ამ განრიგს შეესაბამება. მიაქციეთ ყურადღება, რომ საბაზრო მოთხოვნის მრუდის ასაგებად ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდებს ჰორიზონტალურად ვაჯამებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიმე ფასის შესაბამისი მოთხოვნის რაოდენობა განსაზღვრისათვის ვაჯამებთ ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდების ჰორიზონტალურ ღერძზე აღნიშნულ ინდივიდუალურ რაოდენობას. ჩვენ უმეტესწილად სწორედ საბაზრო მოთხოვნის მრუდთან გვექნება საქმე, რადგანაც იმის გაანალიზება გვაინტერესებს თუ როგორ მუშაობს ბაზარი. საბაზრო მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს როგორ იცვლება კონკრეტული საქონლის მოთხოვნის მთლიანი რაოდენობა, როდესაც სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა სულზე, შეიძინონ ამ საქონლის განსაზღვრული რაოდენობა უცვლელი. ოკეი, ეხლა ამ აბზაცში რაც წავიკითხეთ, ყველაფერი დაიკიდეთ გარდა ამისა, რომ საბაზრო მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს როგორ იცვლება კონკრეტულ საქონელზე მოთხოვნის მთლიანი რაოდენობა, როდესაც სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომხმარებელთა სურვილებზე, შეიძინონ ამ საქონლის განსაზღვრული რაოდენობა უცვლელია. მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები. ნაყენზე მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ნაყენს შეიძენენ მომხმარებლები კონკრეტულ ფასად, სხვათა დაბარ პირობებში. ასე რომ არ არის აუცილებელი საბაზრო მოთხოვნის მრუდი, არ არის აუცილებელი საბაზრო მოთხოვნის მრუდი აგებულია ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდების ჰორიზონტალური შეკრებით. როცა ნაყენის ფასია $2, ქეთრინი ნაყენს რაღაცა გვერდი, მე მგონი, დახტის. ნაყენზე მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ნაყენს შეიძენენ მომხმარებლები კონკრეტულ ფასად, სხვათა დაბარ პირობებში. ასე რომ არ არის აუცილებელი საბაზრო მოთხოვნის მრუდი აგებულია ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდის ჰორიზონტალური შეკრებით. როცა ნაყენის ფასი $2-ია, ქეთრინი 4 ნაყენს იყიდის, ნიკოლასი კი 3 ნაყენს. ამ ფასად ბაზარზე მოთხოვნის რაოდენობა 7 იქნება. 7 ნაყენი იქნება. ხო, ანუ რა ვიცი, რამდენსაც ვყიდულობთ, იმის რაოდენობა არის მოთხოვნის რაოდენობა. ანუ კონკრეტულ ფასზე რამდენი იყიდება, ანუ მე და თქვენ თუ ვიყიდით ლარად 10 ცალ-პურს, ანუ როდესაც ფასი არის 1 ლარი, პურსზე მოთხოვნა არის 10. თუ პურის ფასი გახდება 50 ლიტრი და ჩვენ ვიყიდით 20, ანუ პურსზე მოთხოვნა 20 არის, როდესაც ფასი არის 54. როდესაც ლარი და 50 გახდება და ჩვენ შევიძენთ 5 პურს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარი და 50-ი მოთხოვნა არის 5. მრუდი მუდმივად უცვლელი იყოს თუკი რაიმე ისეთი მოხდება, რაც შეცვლის მოთხოვნის რაოდენობას მოცემულ ფასად. მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება. მაგალითად, დავუშვათ აშშ მედიკოსთა საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ნაყენის რეგულარული მოხმარება სიცოცხლის ახანგრძლივებს. ეს აღმოჩენა გაზრდის მოთხოვნას ნაყენზე, რომელიმე მოცემულ ფასად მომხმარებლებს მეტი რაოდენობის ნაყენის შეძენის სურვილი გაუჩნდებათ და მოთხოვნის მრუდის გადაადგილდება. მოთხოვნის მრუდის გადაადგილება ნაჩვენებია მესამე ნახაზზე, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ზრდის მოთხოვნის რაოდენობას, რომელიმე მოცემული ფასისთვის, მაგალითად ისეთი როგორიცაა ჩვენ მიერ წარმოდგენილი მედიკოსთა აღმოჩენა მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს. ესაა მოთხოვნის ზრდა.
ცვლილება, რომელიც ამცირებს მოთხოვნის რაოდენობის რომელიმე მოცემული ფასისათვის მრუდის გადაადგილებას მარცხნივ მოთხოვნის კლება. ანუ მრუდი თუ გადაადგილდება მარჯვნივ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა იზრდება, თუ გადაადგილდება მარცხნივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი მოთხოვნა კლებულობს. შემოსავალი. რა მოვა თქვენს მოთხოვნას ნაყინზე, იმ შემთხვევაში თუ კი ზაფხულში სამუშაოს დაკარგავთ. სავარაუდოდ მოთხოვნა ნაყინზე შემცირდება. ნაკლების შემოსავალი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ნაკლების დახარჯვა შეგეძლება და საბოლოო ჯამში ზოგ საქონელზე ნაკლებს ფულს ახარჯავთ. უпростоრად უმეტეს საქონელზე გაცილებით ნაკლებს ახარჯავთ. თუ შემოსავლის კლებასთან ერთად კონკრეტულ საქონელზე მოთხოვნა იცემა, ასე საქონელს ნორმალური საქონელი ეწოდება. ყველა საქონელი არ არის ნორმალური. თუ შემოსავლის კლება რომელიმე საქონელზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს, ასე საქონელს მდარე საქონელი ეწოდება. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ავტობუსით მგზავრობა. როდესაც თქვენი შემოსავალი დაიკლებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანქანა შეიძინოთ, ან ტაქსით იმგზავროთ. ალბათ უფრო ხშირად ავტობუსით ისარგებლოთ. ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასები. დაუშვათ, გაყინული იოგურტის ფასმა დაიწია. მოთხოვნის კანონის თანახმად, თქვენ ის მეტი რაოდენობით უნდა შეიძინოთ. ამავე დროს სავარაუდოდ ნაყინსაც ნაკლებს ეყიდით. ნაყინი და გაყინული იოგურტის მსგავს სრულ საკმაყოფილებს ორივე ცივი, ტკბილი და ცხიმიანი დესერტია. როდესაც ერთ საქონელზე ფასის დაცემა ამცირებს მეორე საქონელზე მოთხოვნას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ურთიერთშემცვლელ საქონელთან. შემცვლელები ხშირად საქონელთა წყვილებია, რომლებსაც ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ, მაგალითად, ჰამბურგერი და ჰოთ-დოგი, ან კინოთეატრის ბილეთები და ვიდეო გაქირავების მომსახურება. ახლა დაუშვათ, რომ ცხელი შოკოლადის ფასმა დაიკლო. მოთხოვნის კანონის თანახმად თქვენ მას მეტი რაოდენობით შეიძენთ. ამავე დროს მეტ ნაყინს ეყიდით, რადგან ეს ორი საქონელი ხშირად ერთად მოიხმარება. როდესაც ერთ საქონელს ფასს კლებას დის მეორე საქონელს მოთხოვნას, საქმე გვაქვს ურთიერთშემავსებელ საქონელებთან. შემავსებლები ხშირად ერთად გამოსაყენებელი პროდუქტებია, როგორც მაგალითად ბენზინი და ავტომობილი, კომპიუტერი და პროგრამები, მიწისთხელის კარაქი და ჟელე. გემოვნება. თქვენი მოთხოვნის ყველაზე აშკარა განსაზღვრელი ფაქტორია გემოვნება. თუ ნაყინი გიყვართ, მას მეტი ოდენობით შეიძენთ. როგორც წესი, ეკონომისტები მომხმარებელთა გემოვნების ახსნას თავს არ იდებენ, რადგან გემოვნება ისტორიული და ფსიქოლოგიური ფაქტორით განისაზღვრება, რომლებიც ეკონომიკის კვლევის სფეროს ცდება. თუმცა სამაგიეროდ ეკონომისტები შეისწავლიან გემოვნების ცვლილებათა შედეგებს. მოლოდინი. სამომავლო მოლოდინი შესაძლოა თქვენ დღევანდელ მოთხოვნის ცვლილების მიზეზი გახდეს. თუ კი მომავალი თვიდან შემოსავლის ზრდას მოელით, შესაძლოა ნაკლები თანხა დაზოგოთ და ნაყინის შესაძლებლად მეტი თანხა გაიღოთ. მეორე მაგალითი, თუ კი გონიათ, რომ ხვალ ნაყინის ფასი დაიწევს, მისი დღევანდელი ფასით ყიდვა სავარაუდოდ გადაიფიქრებთ. ყიდველთა რაოდენობა. რადგან საბაზრო მოთხოვნა ცალკეულ პირთა მოთხოვნისგან შედგება, იგი დამოკიდებულია ყველა იმ განსაზღვრულ ფაქტორზე, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდის მოთხოვნაზე. ასეთია მყიდველთა შემოსავალი, გემოვნება, მოლოდინი, ურთიერთდაკავშირებულ საქონელზე ფასების ცვლილება. ამას გარდა საბაზრო მოთხოვნა დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობაზეც. თუ კი პიტერი და ნაყინის კიდევ ერთი მომხმარებელი ქეთრინსა და ნიკოლა შეუერთდებიან, ნაყინზე საბაზრო მოთხოვნის რაოდენობა ყველა ფასისთვის გაიზრდება და მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. შეჯამება. მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს, როგორ იცვლება მოთხოვნის რაოდენობა საქონელზე ფასების ცვლილების დროს იმ ფაქტორების უცვლელობის პირობებში, რომლებიც მყიდველებზე ახდენს გავლენას. როდესაც ერთ-ერთი ამ ფაქტორთაგან იცვლება მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება. პირველ ცხრილში ჩამოთვლილია ცვლადები, რომლებიც მოქმედებს მოცემულ საქონელზე მოთხოვნის რაოდენობას. თუ კი მრუდზე მოძრაობისა და მრუდის გადაადგილებას შორის განსხვავების დამახსოვრება გიჭირთ, თქვენ დაგეხმარებათ მეორე თავის დამატებაში ჩართული გაკვეთილი. მრუდი გადაადგილდება, როდესაც იცვლება მოთხოვნის განსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც არც ერთ ღერძზე არ არის დასახული. რადგან ვერტიკალური ღერძი ფასის აღმნიშვნელია, ფასის ცვლილება იწვევს მრუდის გასწვრივ გადაადგილებას. დანარჩენი ჩამოთვლილი ფაქტორები ფასისგან განსხვავებით არც ერთ ღერძზე არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთ-ერთ მათგანს ცვლილება იწვევს თავად მრუდის გადაადგილებას. მაგალითად, თამბაქოს წეველთა რაოდენობის შემცირების ორი გზა. პოლიტიკოსებს ხშირად სურთ წეველთა რაოდენობის შემცირება. ამის მიღწევა ორი გზით შეიძლება. წეველთა რაოდენობის შემცირების ერთი გზაა სიგარეტზე და თამბაქოს სხვა ნაწამზე მოთხოვნის გადაადგილება, ანუ ჯანდაცვის სამსახურის განცხადებები, სიგარეტის კოლოფზე აღბეჭილი გაფრთხილებები და ტელევიზიით სიგარეტის აკრძალვა. ის ღონისძიებებია, რომლებიც სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებისგანაა მიმართული. წარმატების შემთხვევაში ეს პოლიტიკური პროგრამები იწვევს სიგარეტზე მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილებას. ამას გარდა პოლიტიკოსებს შეუძლიათ სიგარეტის ფასის გაზრდას სცადონ. თუ მაგალითად მთავრობა სიგარეტის წარმოებას დაბეგრავს, სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები ამ გადასახადის დიდ ნაწილს მომხმარებლებს გადააკისრებენ გაზრდილი ფასების სახით. გაზრდილი ფასი მწვერვალებს მოწვეული სიგარეტის რაოდენობის შემცირებისკენ უბიძგებს.
ამ შემთხვევაში მოწევის შემცირება გამოიხატება არა მოთხოვნის მრუდის გადაადგილებით, არამედ მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობით იმ წერტილისკენ, რომელსაც გაზრდილი ფასი და შემცირებული რაოდენობა შეესაბამება. როგორც ნაჩვენებია ამ ნახატზე. როგორ რეაგირებს მოწეული სიგარეტის რაოდენობა სიგარეტის ფასზე? ეკონომისტებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სადეს სიგარეტზე გადასახადის ცვლილების შესწავლით. აღმოჩნდა, რომ ფასის 10%-ით გაზრდა იწვევს მოთხოვნის რაოდენობის 4%-ით შემცირებას. როგორც აღმოჩნდა, 10-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდები განსაკუთრებით მცნობიერენი არიან სიგარეტის ფასის მიმართ. ფასის 10%-ით გაზრდის შემთხვევაში მოზარდთა 12% მოწევას თავს ანებებს. მომდევნო შეკითხვა, რომელიც ამ მსჯელობასთან დაკავშირებით შეიძლება დაგვებადოს, არის ის თუ როგორ ახდენს სიგარეტის ფასის გაზრდა მარიხუანაზე მოთხოვნას. სიგარეტზე ფასების გაზრდის მოწინააღმდეგეები ხშირად ამტკიცებენ, რომ თამბაქო და მარიხუანა შემცვლელებია და სიგარეტზე მაღალი ფასები სტიმულს აძლევს მარიხუანის გამოყენებას. ნარკოტიკის ექსპერტები პირიქით ამბობენ, რომ სიგარეტი არის გზა ნარკოტიკებისაკენ. ის ახალგაზრდებს მავნე ჩვევებს გამოუმუშავებს. მონაცემების ანალიზი და გამოკვლევების უმეტესობა კი ადასტურებს, რომ სიგარეტის დაბალი ფასები მარიხუანის გამოყენებას ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ თამბაქო და მარიხუანა ერთმანეთის შემცვლელები კი არა შემავსებლები არიან. ანუ რომ დაბალი ფასი თუ აქვს სიგარეტს მარიხუანას უფრო მეტს ეწევიან, რატო? უფრო მეტი ფული რჩევათ რაღაცის მოსაწევად, არ ვიცი. ახლა მივუბრუნდეთ ბაზრის მეორე მხარეს და განვიხილოთ გამყიდველთა ქცევა. საქონელი ისევ ნაყინი იყოს. მიწოდების მრუდი დამოკიდებულება ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის. მიწოდების რაოდენობა საქონლის მომსახურების ის რაოდენობაა, რომლის განყიდვას სურთ და შეუძლიათ გამყიდველებს. მასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. განსაკუთრებული ადგილი ამ ანალიზში ისევ ფასს უჭირავს. როდესაც ნაყინის ფასი მაღალია, მისი გაყიდვა მომგებიანია და ბაზარზე ნაყინის მიწოდების რაოდენობა დიდია. როდესაც ნაყინის ფასი მაღალია, მისი გაყიდვა მომგებიანია და ბაზარზე ნაყინის მიწოდების რაოდენობა დიდია. ხო. ნაყინის მიწოდებლები ბევრს შრომობენ, ყიდულობენ მანქანა დანადგარებს და ქირავენ მუშებს. პირიქით, როდესაც ნაყინის ფასი დაბალია, ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი ხდება და გამყიდველების ნაკლებ ფასს აწვდიან ბაზარს. ნაკლებ ნაყინს აწვდიან ბაზარს. კლებადი ფასების პირობებში ზოგმა შეიძლება საერთოდ შეწყვეტოს წარმოება და მათი მიწოდების რაოდენობა ნულს გაუტოლდეს. რადგან მიწოდების რაოდენობა ფასის ზრდასთან ერთად იზრდება, ფასის კლებასთან ერთად კი კლებულოს ვამბობთ, რომ ისინი ერთმანეთთან პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში. ამ დამოკიდებულებას მიწოდების კანონი ეწოდება. სხვა თანაბარ პირობებში საქონელზე ფასის ზრდა იწვევს მიწოდების რაოდენობის ზრდას. საქონელზე ფასის დაცემა იწვევს მიწოდების რაოდენობის კლებას. მეხუთე ნახაზის ცხრილი გვიჩვენებს ნაყინის რაოდენობის სხვადასხვა ფასების პირობებში, რომელიც ბაზარზე გვაქვს. ნაყინის გამყიდველ ბენს, როდესაც ფასი ერთ დოლარზე ნაკლებია, ბენს ბაზარზე ნაყინი არ გააქვს. ფასის ზრდასთან ერთად იგი სულ უფრო მეტ ნაყინს აწვდის ბაზარს. ეს არის მიწოდების განრიგი. ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის. მაშინ, როდესაც ის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გავლენა მოახდინოს წარმოებელთა მიერ მიწოდებულ საქონლის რაოდენობაზე, უცვლელია. მიწოდების კანონის საილუსტრაციოდ მეხუთე ნახაზზე მოცემულ გრაფიკზე გამოყენებულია მიწოდების განრიგის მონაცემები. მრუდს, რომელიც გამოხატავს კავშირსა და ფასს მიწოდებას შორის, მიწოდების მრუდი ეწოდება. მრუდი გამავალია, რადგან სხვა თანაბარ პირობებში ფასის ზრდა მიწოდების რაოდენობის ზრდას განაპირობებს. საბაზრო მიწოდება და ინდივიდუალური მიწოდება. ისევ როგორც საბაზრო მოთხოვნა, საბაზრო მიწოდებაც ყველა გამყიდველის ინდივიდუალურ მიწოდებათა ჯამია. მეექვსე ნახაზზე მოცემულ ცხელში ასახულია ნაყინის ორი გამყიდველის, ბენისა და ჯერის მიწოდების განრიგი. ბენის მიწოდების განრიგი გვიჩვენებს მის მიერ ბაზარზე გასაყიდად გატანილი ნაყინის რაოდენობას, ხოლო ჯერის მიწოდების განრიგი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობით ნაყინს აწვდის ბაზარს ჯერი. საბაზრო მიწოდება ამ ორი ინდივიდუალური მიწოდების ჯამის ტოლია. მეექვსე სხელში წარმოდგენილი გრაფიკი გვიჩვენებს მიწოდების მრუდს, რომელიც აგებულია ბენისა და ჯერის მიწოდების განრიგების მონაცემების მიხედვით. ისევ როგორც მოთხოვნის მრუდის შემთხვევაში, მიწოდების მრუდის დაჯამებაც ჰორიზონტალურად ხდება. შედეგად ვიღებთ საბაზრო მიწოდების მრუდს. თითოეულ ფასის პირობებში არსებული მიწოდების საფუძვლად ვაჯამებთ ინდივიდუალური მიწოდების რაოდენობას იმ ფასებისათვის, რომელსაც ჰორიზონტალური ღერძი გვიჩვენებს. საბაზრო მიწოდების მრუდი გვიჩვენებს, როგორ იცვლება მთლიანი მიწოდების რაოდენობა საქონლის ფასის ცვლილების შესაბამისად. მიწოდების მრუდის გადაადგილებები. მიწოდების მრუდი გვიჩვენებს რა რაოდენობის ნაყინს მიეწოდება იმ წარმოებულები ბაზარს, თითოეული მოცემულ ფასად. იმ პირობით, რომ
ფასის გაზრდა მოწოდებლების გადაწყვეტილების განსაზღვრელი სხვა ფაქტორები უცვლელი დარჩება. ეს დამოკიდებულება შესაძლოა დრო და დრო შეიცვალოს, რაც მრუდის გადაადგილებით გამოიხატება. მაგალითად, თუ კი შაქარზე ფასები დაეცა, ნაყინის გაყიდვა უფრო მომგებიანი გახდება, რადგან შაქარი მისი ერთ-ერთი შემადგენელია. ეს კი გაძლევს ნაყინის მიწოდებას, რომელიმე მოცემული ფასისთვის მიმწოდებელები ახლა უკვე მზად იქნებიან მეტი ნაყინი აწარმოებენ ამდენად, მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. მეშვიდე ნახაზი წარმოადგენელია მიწოდების მრუდის გადაადგილება. ნებისმიერი ცვლილება, მაგალითად, როგორიცაა შაქრის ფასის კლება, რომელიც რომელიმე მოცემული ფასის ზრდის ბაზარზე მიწოდებული საქონლის რაოდენობას ზრდის, მიწოდების მრუდს მარჯვნივ გადაადგილებს. ამ მოვლენას მიწოდების ზრდა ეწოდება. ასევე ნებისმიერი ცვლილება, რაც ამცირებს მიწოდებული საქონლის რაოდენობას რომელიმე მოცემულ ფასად, მრუდს გადაადგილებს მარცხნივ. ეს არის მიწოდების კლება. მიწოდების მრუდის გადაადგილება მრავალ ცვლად შეუძლია. მათგან უმნიშვნელოვანესია ინგრედიენტის ფასები. ნაყინის წარმოებისთვის მეწამეს სხვადასხვა სახის მასალები და წარმოების ფაქტორები სჭირდებათ. ნაღები, შაქარი, არომატიზატორები, შენობები, სადაც ნაყინს ასხავენ, მუშები, რომლებიც ნაყინის მასალას ერთმანეთში აურევენ და მანქანა დანადგარებს ამუშავებენ და ასე შემდეგ. როდესაც წარმოების ერთ-ერთი ფაქტორის ფასი მატულობს, ნაყინის წარმოება ნაკლებად მომგებიანი ხდება და ფირმას ბაზარს ნაკლებ ნაყინს მიაწვდის. თუ კი ეს ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ფირმამ შეიძლება დაიხუროს და საერთოდ შეწყვიტოს ნაყინის მიწოდება. ამრიგად, საქონლის მიწოდება უპროპორციული დამოკიდებულებაშია წარმოების ფაქტორების ფასებთან. ტექნოლოგია. ნაყინის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგია მიწოდების კიდევ ერთი განსაზღვრელი ფაქტორად გვევლინება. ნაყინის მექანიზმები მანქანების აღმოჩენა მაგალითად შეამცირა ნაყინის წარმოებისთვის საჭირო მუშათა რაოდენობა. ფირმის ხარჯების შემცირებისა და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად ბაზარზე ნაყინის მიწოდება იზრდება. მოლოდინი. ფირმის მიერ ბაზარზე გატანილი ნაყინის რაოდენობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს მომავალთან დაკავშირებულ მოლოდინს. მაგალითად, თუ კი ფირმა მოელოდება ნაყინზე ფასების მომატებას, იგი პროდუქციის გარკვეულ ნაწილს შეინახავს და დღეს ბაზარზე ნაკლებ საქონელს მიაწვდის. გამყიდველთა რაოდენობა. საბაზრო მიწოდება დამოკიდებულია ყველა იმ ფაქტორზე, რომლებიც გავლენას ახდენს ცალკეულ გამყიდველებზე. მაგალითად, საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ წარმოების ფაქტორების ფასზე, ტექნოლოგიასა და მოლოდინზე. ამას გარდა საქონლის საბაზრო მიწოდება დამოკიდებულია მიწოდებელთა რაოდენობაზეც. მაგალითად, თუ კი ბენი ან ჯერი შეწყვეტენ ნაყინის წარმოებას, ბაზარზე მიწოდება დაეცემოდა. შეჯამება. მიწოდების მრუდი გვიჩვენებს რა მოსდის საქონლის მიწოდების რაოდენობას მისი ფასის ცვლილების დროს, როდესაც ყველა სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მიწოდებელზე, უცვლელია. როდესაც რომელიმე ამ ფაქტორთაგან იცვლება, მიწოდების მრუდი გადაადგილდება. მეორე წყალში ჩამოთვლილია ის ცვლადები, რომლებიც გამოყენებელების მიერ ბაზარზე მიწოდებული საქონლის რაოდენობის არჩევანს განსაზღვრავს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როდის ხდება გადაადგილება მიწოდების მრუდზე. და როდის გადაადგილდება თავად მრუდი. დაიმახსოვრეთ, რომ მიწოდების მრუდი გადაადგილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იცვლება ფაქტორი, რომელიც არ არის წარმოდგენილი არც ერთ ღერძზე. ხოლო რადგანაც ფასი ვერტიკალურ ღერძზეა გამოსახული, მისი ცვლილება გამოიხატება მრუდზე გადაადგილებით. პირიქით, იმის გამო, რომ წარმოების ფაქტორების ფასები, ტექნოლოგია, მოლოდინა, გამყიდველთა რაოდენობა არ არის გადაზომილი არც ერთ ღერძზე, ამ ფაქტორთაგან რომელიმე ცვლილება იწვევს მიწოდების მრუდის გადაადგილებას. ანუ მრუდი გადაადგილდება, თვითონ მრუდი, როდესაც ფაქტორების ცვლილება ხდება, რომელიც წარმოდგენილი არ არის ამ ღერძზე, და როდესაც ფასის ცვლილება ხდება, მაგ შემთხვევაში თვითონ მრუდში ხდება გადაადგილება. ანუ ხო, მიწოდება, როდესაც იკლებს ან მატულობს, გადაადგილდება უშუალოდ მრუდში ხდება, ხოლო როდესაც ფაქტორები იცვლება, მაგ შემთხვევაში მრუდი გადაადგილდება. მას მიწოდება და მოთხოვნა ერთად. მას შემდეგ, რაც სალსალკი გამოანალიზებს მიწოდება და მოთხოვნა, შეგვიძლია ისინი გავაერთიანოთ და ვნახოთ, როგორ განსაზღვრავენ ბაზარზე გაყიდული საქონლის რაოდენობასა და ფასს. წონასწორობა. მეორე ნახაზი გაერთიანებულია საბაზრო მიწოდებისა და საბაზრო მოთხოვნის მრუდები. ყურადღება მიაქცეთ, რომ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთ წერტილში კვეთენ ერთმანეთს. ამ წერტილს საბაზრო წონასწორობა ეწოდება. ფასს, რომელიც გადაკვეს ამ წერტილს შეესაბამება წონასწორული ფასი, ხოლო რაოდენობას წონასწორული რაოდენობა. ანუ ესე იგი, წერტილს, რომელშიც გადაიკვეთება მოთხოვნა და მიწოდება, ეწოდება წონასწორობა, ფასს, რომელზეც ისინი იკვეთებიან, ეწოდება წონასწორული ფასი და რაოდენობა, რომელშიც ისინი იკვეთებიან, ეწოდება წონასწორული რაოდენობა.
ლექსიკონში სიტყვა წონასწორობა განმარტებულია როგორც სიტუაცია, როცა სხვადასხვა ძალები გაწონასწორებულია. ეს განმარტება საბაზრო წონასწორობისთვისაც გამოდგება. წონასწორული ფასის დროს საქონლის რაოდენობა, რომელიც ყიდვას სურთ და შეუძლიათ მყიდველებს, ზუსტად იმ რაოდენობის ტოლია, რომელიც გაყიდვას სურთ და შეუძლიათ გამყიდველებს. წონასწორულ ფასს ზოგჯერ სუფთა ბაზრის ფასსაც უწოდებენ. ვინაიდან ამ ფასით ყველა კმაყოფილია. მყიდველებმა იყიდეს ყველაფერი, რის ყიდვას სურთათ, ხოლო გამყიდველებმა გაყიდეს ყველაფერი, რის გაყიდვას სურთათ. მყიდველებისა და გამყიდველების ქმედებები ბუნებრივად უბიძგებს ბაზრას მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობისკენ. მიზეზის დასადგენად ნახოთ რა ხდება, როცა საბაზრო ფასი განსხვავდება წონასწორულისაგან. ჯერ დავუშვათ, რომ საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე მეტია, როგორც მე-9 ნახაზია ნაჩვენები. როცა ნაყინის ფასია $2.50, მიწოდებული ნაყინის რაოდენობა მეტია მოთხოვნის რაოდენობაზე. წარმოიქმნება საქონლის სიჭარბე. მომწოდებლებს არ შეუძლიათ ამ ფასად ყველაფრის გაყიდვა, რისაც სურთ. ამ სიტუაციას ჭარბი მიწოდება ეწოდება. როდესაც ნაყინის ბაზარზე მიწოდების სიჭარბე გვაქვს, ნაყინის გამყიდველები მაცივირების სავსეა ნაყინის, რომელიც გაყიდვას სურთ, მაგრამ ვეყიდიან. მიწოდების სიჭარბის გამყიდველები ფასების შემცირებით პასუხობენ. ფასი იქამდე შემცირდება, ვიდრე ბაზარი წონასწორობაში არ მივა. ახლა დავუშვათ საბაზრო ფასის წონასწორულ ფასზე ნაკლებია, როგორც ეს ნაჩვენებია მე-9 B ნახაზი. ამ შემთხვევაში ნაყინის ფასი $1.50 და მოთხოვნილი საქონლის რაოდენობა აჭარბებს მიწოდების რაოდენობას. ჩნდება საქონლის დეფიციტი. მომხმარებლები ვერ ყიდულობენ ყველაფერს, რის ყიდვას სურთ ამ ფასად. ამ სიტუაციას ჭარბი მოთხოვნა იწოდება, როდესაც ნაყინის ბაზარზე მოთხოვნის სიჭარბეა, მყიდველები დიდხანს განან რიგში რამდენიმე ნაყინის საყიდლად. როდესაც ბევრი მყიდველი და ცოტა საქონელია, გამყიდველებს შეუძლიათ ფასების გაზრდით მიწოდების დონის შეუმცირებლად უპასუხონ ჭარბ მოთხოვნას. როდესაც ფასები იზრდება, ბაზარი ისევ იწყებს წონასწორობისკენ მოძრაობას. ამგვარად მრავალი მყიდველისა და გამყიდველის მოქმედება ავტომატურად უბიძგებს საბაზრო ფასს წონასწორული ფასისკენ. როგორც კი ბაზარი წონასწორობას მიაღწევს, ყველა მყიდველი და გამყიდველი კმაყოფილია და არ არსებობს ძალა, რომელიც ფასს ზემოთ ან ქვემოთ უბიძგებს. ის თუ რამდენად სწრაფად მიიღწევა წონასწორობა სხვადასხვა ბაზარზე, სხვადასხვა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით იცვლება ფასები. მაგრამ თითქმის ყველა თავისუფალ ბაზარზე სიჭარბე და დეფიციტი მხოლოდ დროებითი მოვლენებია, ვინაიდან ფასები თანდათან წონასწორული დონისკენ მოძრაობს. ეს ფენომენი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მას ზოგჯერ მიწოდების და მოთხოვნის კანონს უწოდებენ. ნებისმიერი საქონლის ფასი თვითრეგულირდება იქამდე, ვიდრე ამ საქონლის მიწოდებასა და მოთხოვნას არ გააწონასწორებს. ხო, ანუ აი მარტივად რო ვთქვათ რა. რატო ხდება ესე რა, რომ თუ მაგალითად მოთხოვნა უფრო მეტია, ანუ პირობითად მე გავაკეთე პირობითად 10 ცალი, გამოვაცხე 10 ცალი პური და ამ 10 ცალ პურზე არის რაღაცა რა, ძალიან მაღალი მოთხოვნა. რავი რა, ანუ ხალხი ერთმანეთს სემს რომ აი ეს პური იყიდოს და რიგში თავზე ახტება ერთმანეთს და რაღაცა რა, მაგრამ მე მეტის წარმოება ჯერ არ შემიძლია ამ ეტაპზე. ამიტომ რა უნდა გავაკეთო, ხო? ფასი უნდა გავზარდო, იმიტომ რომ თუ მაგალითად ადამიანი არ სიხდის და ეს ერთმანეთს ყავს. ეგება იმან $2 გადაიხადოს რა. $2 თუ გადაიხდის და ვიღაცები გადაიხდნენ, ვიღაცები არ გადაიხდნენ, მაგრამ ეს $2 იქნება იმდენი, რამდენის მაქსიმუმი გადაიხდის. ან თუ მიხვდები რომ მაგალითად მე 10 პურიდან $2 რადგან გავხდები ფასი 10 არ გამეყიდა, გამეყიდა 8, მაგ შემთხვევაში მე ან შემდეგ პარტიაზე გამოვაცხობ 800 და გავყიდი ისე $2-ად, ან მე შემდეგ გავყიდი ისეთ ფასად, რომ 10, ანუ ისე 10 გამოვაცხო და 10-ვე გავყიდო. ხო და ნუ ეს ყველაფერი ეს ბუნებრივად ხდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მომხმარებელიც მოგებულია, იმიტომ რომ ყიდულობს თავის მოსაწონ ფასად და თუ თავის მოსაწონ ფასად ვერ ყიდულობს, სხვასთან მივა და სხვასთან იყიდის პურს, რომელიც თავის მოსაწონ ფასად გაყიდის. მაგრამ თუ მაგალითად მარტო მე ვარ პურის მცხოვრებელი, მაგ შემთხვევაში ადამიანი იყოს რომ კაი პური ძალიან ძვირია შემთხვევით რა და მოდი პურს ვაფშე აღარ შევჭამ და გადავა რამეზე რა ჭადის ჭამას. ხო, აგიტო არის მნიშვნელოვანი რომ არ იყოს მონოპოლიები ბაზარზე იმისათვის რომ ადამიანებს კონდეს არჩევანის თავისუფლება პური ჭამოს თუ მჭადი ჭამოს თავის შესაძლებლობიდან გამომდინარე. და არა იძულებით რა. წონასწორობის ცვლილების ანალიზის სამი საფეხური. ჩვენ ნახეთ როგორ განსაზღვროს მიწოდება და მოთხოვნა ბაზრის წონასწორობას, რაც თავის მხრივ განსაზღვროს საქონლის ფასს და იმ რაოდენობას, რომელსაც მყიდველები ყიდულობენ, გამყიდველი კი აწარმოებენ. რა თქმა უნდა, წონასწორული ფასი და რაოდენობა დამოკიდებულია მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების მდებარეობაზე. როდესაც რაიმე მოვლენა რომელიმე მრუდს გადაადგილებს, წონასწორობაც იცვლება, რაც იწვევს ახალი ფასისა და მყიდველთა და გამყიდველთა შორის გაცვლილი საქონლის ახალი რაოდენობის ჩამოყალიბებას. როდესაც ვაანალიზებთ, როგორ მოქმედებს რაიმე მოვლენა ბაზარზე სამ საფეხურის გავლით.
ბაზარი სამსაფეხურის გავლით ჯერ განსაზღვროთ, რომელ მრუდს გადაადგილებს ეს მოვლენა. მიწოდების მრუდს, მოთხოვნის მრუდს თუ ორივეს ერთად. შემდეგ განსაზღვროთ მარცხნივ გადაადგილება მრუდი თუ მარჯვნივ. ბოლოს ვიყენებთ მიწოდება მოთხოვნის დიაგრამას იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს ეს გადაადგილება ფასსა და რაოდენობაზე. ეს სამი საფეხური შეჯამებულია მესამე ცხრილში. იმისათვის რომ ნახოთ როგორ გამოვიყენებთ ეს რეცეპტი, რამდენიმე შეკითხვა განვიხილოთ. მაგალითად, მოთხოვნის ცვლილება. დავუშვათ რომ ცხელი ზაფხულია. როგორ მოქმედებს ეს მოვლენა ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მივყვეთ ჩვენს სამ საფეხურს. ცხელი ამინდი მოთხოვნის მრუდზე მოქმედებს ნაყინთან დაკავშირებული გემოვნების ცვლილებით. ანუ ეს ამინდი ცვლის ნაყინის რაოდენობას, რომლის შეძენაც სურთ მომხმარებლებს ყოველი მოცემული ფასის დროს. მიწოდების მრუდი უცვლელია, ვინაიდან ამინდი ნაყინის წარმოებულ ფირმაზე უშუალოდ არ მოქმედებს. ვინაიდან ცხელი ამინდი ხალხს მეტი ნაყინის ჭამას აიძულებს, ამიტომ მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. მეათე ნახაზი მოთხოვნის ეს ცვლილება ნაჩვენებია მოთხოვნის მრუდის გადაადგილებით D1-დან D2-მდე. ეს გადაადგილება იმაზე მეტყველებს, რომ ყოველი ფასის დროს მოთხოვნილი ნაყინის რაოდენობა გაიზრდება. როგორც მეათე ნახაზი გვიჩვენებს, მოთხოვნის ზრდის შედეგად წონასწორული ფასი იზრდება $2-დან $2.50-მდე. ხოლო წონასწორული რაოდენობა იზრდება 7-დან 10-მდე. სხვაგანად რომ ვთქვათ, ცხელი ამინდი იწვევს ნაყინის ფასისა და გაყიდული ნაყინის რაოდენობას. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რომ მაგალითად წინასწარ ვცნობდა ნაყინებს წარმოებულ კომპანიას რომ რაღაცა ცხელი ზაფხული გველდება ყოფილიყო რაღაცა პროგნოზე დამოკიდებული და მაქედან გამომდინარე და წინასწარ შემختارიყო ყოველთვის მზად შესაბამისად უფრო მეც გაყიდდა და უფრო მეტი ექნებოდა მრუდების გადაადგილება და მრუდების გასწვრივ მოძრაობა ყურადღება მიაქციეთ იმას რომ როდესაც ცხელი ამინდი ნაყინის ფასების ზრდას იწვევს, ფირმების მიერ მიწოდებული ნაყინის რაოდენობაც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების მრუდი იგივე რჩება, ასე შემთხვევაში ეკონომისტები ამბობენ, რომ გაიზარდა მიწოდების რაოდენობა, მაგრამ მიწოდება უცვლელი დარჩა. მიწოდება მიგვითითებს მიწოდების მრუდის მდებარეობას, მიწოდების რაოდენობა კი იმ რაოდენობაზე, რომლის გაყიდვაც გამყიდველს სურს. ამ მაგალითში მიწოდება არ იცვლება, ვინაიდან ამინდი ვერ ახდენს გავლენას ფირმების სრულზე, შესაძლოა მიწოდება ყოველი შესაძლო ფასის დროს. ცხელი ამინდი ზრდის მომხმარებლის სრულს. ყოველი მოცემული ფასის დროს იყიდოს გარკვეული რაოდენობის ნაყინი და ამით იწვევს მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას. მოთხოვნის ზრდა ფასის ზრდას იწვევს, როდესაც ფასი იზრდება, მიწოდების რაოდენობაც იზრდება. მიწოდების რაოდენობის ეს ზრდა გამოიხატება მიწოდების მრუდის გასწვრივ მოძრაობით. შევაჯამოთ. მიწოდების მრუდის გადაადგილებას მიწოდების ცვლილება იწოდება, ხოლო მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას მოთხოვნის ცვლილება. მიწოდების მრუდის გასწვრივ გადაადგილებას მიწოდების რაოდენობის ცვლილება იწოდება, ხოლო მოთხოვნის მრუდის გასწვრივ გადაადგილებას მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება. მაგალითი მიწოდების ცვლილება. დავუშვათ, რომ მიწის ძვრამ ნაყინის რამდენიმე ქარხანა გაანადგურა. როგორი მოქმედებს ეს მოვლენა ნაყინის ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთხელ მოვიყვანოთ ჩვენ სამ საფეხურს. მიწის ძვრა მოქმედებს მიწოდების მრუდზე. გამყიდველთა რაოდენობის შემცირებით მიწის ძვრა ცვლის ფირმების მიერ ყოველი მოცემული ფასის დროს წარმოებული და გაყიდული ნაყინის რაოდენობას. მოთხოვნის მრუდი უცვლელი რჩება, ვინაიდან მიწის ძვრა უშუალოდ არ მოქმედებს ნაყინის რაოდენობაზე, რომლის შეძენას მყიდველებს სურთ. მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდება, ვინაიდან ყოველი ფასის დროს მცირდება მთლიანი რაოდენობა, რომლის გაყიდვას გამყიდველებს სურთ და შეუძლიათ. მე-11 ნახაზი მიწოდების შემცირება ნაჩვენებია, როგორც მიწოდების მრუდის გადაადგილება S1-დან S2-მდე. როგორც მე-11 ნახაზი გვიჩვენებს, მიწოდების მრუდის გადაადგილება იწვევს წონასწორული ფასის გაზრდას $2-დან $2.50-მდე და წონასწორული რაოდენობის შემცირებას 7-დან 4-მდე. მიწის ძვრის შედეგად ნაყინის ფასი იზრდება, ხოლო გაყიდული ნაყინის რაოდენობა მცირდება. ხო, იმიტომ რომ აქ რაღაცა, ამ შემთხვევაში როდესაც მიწის ძვრა მოხდა, მიწის ძვრა ნაყინის ჭამას არ ახალისებს, ხო? შესაბამისად მე გაყიდული რაოდენობა, მე მეტ ნაყინს ვერ ვყიდი და ამის გამო ფასს არ ვზდი. მე ფასს ვზდი, იმიტომ რომ ამ მიწის ძვრამ დააზიანა კომპანიები, რომლისგანაც მე ვყიდული ნაყინის საწარმოებელ ინგრედიენტებს, ხო? და შესაბამისად მოხდა ის, რომ მე გამიძვირდა ნაყინის წარმოება და ამის გამო გაიზარდა ფასი. და თუ წახალისებული არ არის მომხმარებლის მოთხოვნა ბუნებრივად რომ მათ მეტი ნაყინი ეყიდონ და მე ძვირად ვყიდი, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ნაყინზე მოთხოვნის შემცირებას და შესაბამისად ჩემ გაყიდვებსაც შეამცირებს. მაგალითი, მიწოდებისა და მოთხოვნის ერთდროული ცვლილება. ახლა დავუშვათ, რომ ცხელი ამინდი და მიწის ძვრა ერთ ზაფხულს მოხდა. მოვლენათა ამ კომბინაციას ანალიზის ისევ ჩვენი სამი საფეხური გამოვიყენოთ. ორივე მრუდი გადაადგილდება.
ცხელი ამინდი მოქმედებს მოთხოვნის მრუდზე, ვინაიდან ცვლის ნაყინის რაოდენობას, რომელიც შეძენათ სრულ ადამიანებს ყოველ მოცემული ფასის დროს. ამავე დროს მიწის ცვლის მიწოდების მრუდს, ვინაიდან ცვლის ნაყინების რაოდენობას, რომელიც გაყიდვებს სრულ ფირმებს ყოველი მოცემული ფასის დროს. მრუდები გადაადგილდება ისევე, როგორც წინა ანალიზში. მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, ხოლო მიწოდების მრუდი მარცხნივ. ეს გადაადგილებები ნაჩვენებია მე-11 ნახაზზე. როგორც მე-11 ნახაზი გვიჩვენებს, არსებობს ორი შესაძლო შედეგი და ის თუ რომელი შედეგი გვექნება დამოკიდებულია მოთხოვნისა და მიწოდების გადაადგილების შეფარდებით სიდიდეზე. ორივე შემთხვევაში წონასწორული ფასი იზრდება. სადაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, მიწოდება კი მხოლოდ ოდნავ მცირდება, წონასწორული რაოდენობა იზრდება. მაგრამ სადაც მიწოდება მნიშვნელოვნად მცირდება, მოთხოვნა კი ოდნავ იზრდება, წონასწორული რაოდენობა მცირდება. ამგვარად ცხადია, რომ ეს მოვლენები ნაყინის ფასის ზრდას იწვევს, მაგრამ მათი გავლენა გაყიდულ რაოდენობაზე ცალსახა არ არის. შეჯამება. ჩვენ განვიხილეთ იმის სამი მაგალითით, როგორ უნდა გამოვიყენოთ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები წონასწორობაში ცვლილების გასაანალიზებლად. როდესაც რაიმე მოვლენა მიწოდების მოთხოვნის ან ორივე მრუდის გადაადგილებს, ამ ანალიზის გამოყენებით შეგიძლიათ იმის დადგენა, თუ როგორ შეცვლის მოვლენა გაყიდული საქონლის წონასწორულ მოცულობას და ფასს, რომლითაც ეს საქონელი გაიყიდა. მეოთხე ცხრილი გვიჩვენებს ამ ორი მრუდის გადაადგილებას შესაძლო შედეგებს. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამ ანალიზის ცოდნის სიმყარეში, აირჩიეთ ამ ცხრილიდან რომელიმე შემთხვევა და ნახეთ, კარგად გესმით თუ არა, რატომ იწვევს ეს მოვლენა ცვლილებებს, რომელიც ცხრილშია მოცემული. Okay. ახალი ამბებიდან. პოლიტიკური არასტაბილურობა მიწოდების მრუდს გადაადგილებს. ჩვენი ანალიზის თანახმად, ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ამცირებს მიწოდებას, გაყიდული საქონლის რაოდენობას ამცირებს და ფასს ზრდის, ხანდახან ეს ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის დროსაც მართებულია. სპილოზნის ნაპირის ძნელბედობით შეწუხებული შოკოლადის მოყვარულები ჯენიფერ ჯელ პაუელი უცხოეთის პოლიტიკური არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ამერიკის უტყუესი ცნების მიწოდებას. სპილოზნის ნაპირზე გაჩაღებულმა ომმა, რომელსაც მსოფლიოს კაკაოს მიწოდების 45% ეკუთვნის, კაკაოს მოსავლის სეზონის დაწყებისთანავე ფასის მკვეთრი ავარდა გამოიწვია. ასე რომ თუკი მშვიდობის ყოფილები ქვეყანაში წესრიგს არ დაამყარებენ, შესაძლოა შოკოლადის ფასმაც აიწიოს. იმედია საერთაშორისო ზეწოლა ჩაახშოს ბრძოლებს. განაცხადა საქონლის მოვაჭრე კომპანია რევკოს ანალიტიკოსმა ენ პრენდგერგასტმა. თუკი ასე არ მოხდა, საშინელება მოხდება და სპილოს ძვლის ნაპირებიდან მკვეთრად შეიზღუდება კაკაოს მიწოდება. პოლიტონიდელი პრობლემები გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ქვეყნის სამთავრობო ძალებმა აჯანყებულთა ხელში მყოფ ჩრდილოეთის ქალაქებს შეუდგეს. ამას მოყვა საჰაერო ირიშები ფრანგულ ბანაკს, სადაც დაიღუპა 9 ჯარისკაცი და 1 ამერიკელი მოქალაქე. კაკაოს ფასებმა 9.7% მოიმატა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პრენდერგასტის განცხადებით, ამ ტალღამ შეიძლება დააზარალოს შოკოლადის მსხვილი მწარმოებლები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სპილოს ძვლის ნაპირიდან მიწოდებული კაკაოს კარაქზე. ამ ზიანის მასშტაბი დამოკიდებულია მშვიდობის ყოფილების ძალისხმევასა და ფერმერებზე. ფასების ზრდასთან ერთად ფერმერებს უჩნდებათ мотиваცია ყველაფერი იღონონ თავიანთი კაკაოს ბაზარზე გასატანად, თქვა პრენდერგასტმა. დასკვნა, როგორ ანაწილებს ფასები რესურსებს. ამ თავში გავაანალიზეთ მიწოდება და მოთხოვნა. ხო, ეხლა წეგანა მაგალითს ავუკითხეთ, ეს იყო მაგალითი, რომ მარტო რაღაცა ბუნება არ ახდენს გავლენას მოთხოვნა მიწოდების გრაფებზეო და მრუდებზეო რა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით რა. ქვეყანაში თუ კრიზისია და ფული არ გვაქვს, რაც არ უნდა ვქნათ, ვერ ვიყიდით რაღაცა რა, ბუფუნების საგნებს რა, როდესაც პრიორიტეტი არის გადარჩენა. ასევე მიწოდებაზე მოქმედებს იგივე, როდესაც ქვეყანაში ომია და იზღუდება, აი ხა მაგალითად ირანში რაც ხდება, ხო? შეზღუდული არის ნავთობის მიწოდება, იმიტომ რომ ჩაგედილი აქვს სრუტე და აქედან გამომდინარე ნავთობის ფასი იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ძვირი უჯდება კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან ნავთობის ყიდვა, ან წრის დარტყმა და ასე შემდეგ, კაროჩე. ეს ყველაფერი მოქმედებს. დასკვნა, როგორ ანაწილებს ფასები რესურსებს. ამ თავში გავაანალიზეთ მიწოდება და მოთხოვნა ერთი საქონლის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღება მხოლოდ ნაყინის ბაზარს დაუთმეთ, ის რაც აქ ვისწავლეთ, შეიძლება სხვა საქონლის ბაზრებთან დაკავშირებითაც გამოვიყენოთ. როდესაც მაღაზიაში რაიმეს ყიდულობთ, ამ საქონელზე მოთხოვნაში თქვენი წვლილი შეგაქვთ. როდესაც სამუშაოს ეძებთ, შრომის მიწოდებაში შეგაქვთ წვლილი. ვინაიდან მიწოდება და მოთხოვნა ასე გავრცელებული ეკონომიკური ფენომენებია, ამიტომ მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის ანალიზის ძლიერი ინსტრუმენტია. ამ მოდელს მომდევნო თავში არაერთხელ გამოვიყენებთ.
ეკონომიკის 10 პრინციპიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ბაზრები როგორც წესი ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ადრეა ბაზრის ფუნქციონირების შედეგების ავკარგიანობაზე მსჯელობა, ამ თავში პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ბაზარი. ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემაში შეზღუდული რესურსი უნდა განაწილდეს მათი გამოყენების სხვადასხვა გზებს შორის. საბაზრო ეკონომიკა ამ მიზნის მისაღწევად მიწოდებისა და მოთხოვნის ძალებს იყენებს. მიწოდება და მოთხოვნა ერთად განსაზღვრავს მრავალი საქონლისა და მომსახურების ფასებს. ფასი კი ის სიგნალია, რომელიც რესურსის განაწილებას წარმართავს. მაგალითად, ავიღოთ ზღვის ნაპირზე მდებარე მიწების განაწილება. იმის გამო, რომ ამ მიწების რაოდენობა შეზღუდულია, ყველას არ შეუძლია ისიამოვნოს ზღვის პირას ცხოვრების ფუფუნებით. ვინ მიიღებს ამ რესურსს, ის ვინ მზადაა მეტი გადაიხადოს. სანაპიროს მიწის ფასი იქამდე რეგულირდება, ვიდრე მოთხოვნილი მიწის რაოდენობა ზუსტად არ გააწონასწორებს მიწოდებულ რაოდენობას. ამგვარად, საბაზრო ეკონომიკაში ფასები შეზღუდული რესურსების განაწილების მექანიზმია. ფასები განსაზღვრავს იმასაც, ვინ და რამდენი აწარმოებს თითოეული საქონელი. იმის გამო, რომ საკვები ჩვენი სიცოცხლისთვის აუცილებელია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანთა ნაწილი ფერმებში მუშაობს. რა განსაზღვრავს იმას, ვინ იყოს ფერმერი და ვინ არა. თავისუფალ საზოგადოებაში არ არსებობს სამთავრობო გეგმავი უწყება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ადეკვატურ განაწილებას უზრუნველყოფს. მუშათა განაწილება ფერმებს შორის ემყარება მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებებს. ეს დეცენტრალიზებული სისტემა იმიტომ მუშაობს კარგად, რომ ის გადაწყვეტილებები ფასია დამოკიდებული. საკვები პროდუქტების ფასები და ფერმერების ხელფასები, მათ შორის შრომის ფასი, თვითრეგულირდება, რათა ადამიანთა საკმარისმა რაოდენობამ ფერმერობა აირჩიოს. თუ კი ვინმე საბაზრო ეკონომიკის მოქმედება საკუთარ თავზე არ გამოუცდია, ბაზრის მთელი იდეა შეიძლება აბსურდული მოეჩვენოს. ეკონომიკა მრავალ ერთმანეთზე დამოკიდებული საქმიანობით დაკავებული ადამიანების დიდი ჯგუფია. რა იცავს გადაწყვეტილების დეცენტრალიზებულად მიღებას, ქაოსად გადაქცევებისგან, რა ახდენს სხვადასხვა შესაძლებლობების და სრულების მქონე მილიონობით ადამიანის ქმედებების კოორდინირებას, რა გვაძლევს გარანტიას, რომ ის რაც უნდა გაკეთდეს, რეალურად გაკეთდება, პასუხი მხოლოდ ერთი სიტყვისგან შედგება: ფასები. თუკი საბაზრო ეკონომიკას უხილავი ხელი მართავს, როგორც ადამ სმიტმა საყოველთაოდ განაცხადა, მაშინ უხილავი ხელი ეკონომიკური ორკესტრის სადირიჟორად სწორედ ფასების ღილაკს იყენებს. ეს არის გადავედით შეჯამებაზე. ეკონომისტები მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელს კონკრეტული ბაზრების ანალიზისთვის იყენებენ. კონკრეტული ბაზრები არსებობს მრავალი მყიდველი და გამყიდველი, რომელთაგან თითოეული უნიშნულოვან საერთოდ არ მოქმედებს საბაზრო ფასი. მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს საქონელზე მოთხოვნის რაოდენობის დამოკიდებულებას ფასი. მოთხოვნის კანონის თანახმად, როცა საქონლის ფასი მცირდება, მოთხოვნის რაოდენობა იზრდება. ამიტომ მოთხოვნის მრუდი კლებადია? ფასთან ერთად არსებობს მოთხოვნის რაოდენობის სხვა დეტერმინანტები, კერძოდ შემოსავალი, გემოვნება, მოლოდინი და შემცვლებისა და შემასწავლების ფასები. თუ რომელიმე დეტერმინანტი იცვლება, მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება. მიწოდების მრუდი გვიჩვენებს მიწოდებული საქონლის რაოდენობას, ფასზე დამოკიდებულებას. მიწოდების კანონის თანახმად, როცა ფასი იზრდება, მიწოდების რაოდენობას მატულობს. ფასთან ერთად არსებობს მიწოდების რაოდენობის სხვა დეტერმინანტები, კერძოდ ფაქტორთა ფასები, ტექნოლოგია და მოლოდინი. თუ რომელიმე დეტერმინანტი იცვლება, მიწოდების მრუდი გადაადგილდება. მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გადაკვეთა განსაზღვრავს ბაზრის წონასწორობას. წონასწორული ფასის დროს მოთხოვნის რაოდენობის მიწოდების რაოდენობის ტოლია. გამყიდველებისა და გამყიდველების ქცევას ბაზრები ბუნებრივად მიიღავს წონასწორობისკენ. როცა საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე მეტია, გვაქვს ჭარბი მიწოდება, რაც იწვევს საბაზრო ფასის შემცირებას. როცა საბაზრო ფასი წონასწორულ ფასზე ნაკლებია, გვაქვს ჭარბი მოთხოვნა, რაც იწვევს საბაზრო ფასის ზრდას. ბაზარზე ამა თუ იმ მოლოდინის ზემოქმედების ანალიზისათვის ვიყენებთ მოთხოვნა მიწოდების დიაგრამას, იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს ეს მოლოდინა წონასწორულ ფასსა და რაოდენობას. ამისათვის ვიყენებთ სამ საფეხურს. პირველ რიგში ვარკვევთ მოთხოვნის მრუდს, გადაადგილებს ეს მოლოდინა თუ მიწოდების მრუდს, თუ ორივეს. შემდეგ განსაზღვრავთ, რა მიმართულებით გადაადგილდება ეს მრუდი და ბოლოს ახალ წონასწორობას ძველთან ვადარებთ. საბაზრო ეკონომიკაში ფასი ის სიგნალია, რომელიც საფუძვლად უდევს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და ამ გზით ანაწილებს შეზღუდულ რესურსებს. ეკონომიკაში ყოველი საქონელი ფასის წონასწორობის გარანტია. წონასწორული ფასი განსაზღვრავს, რა რაოდენობით შეეძენას არჩევენ მყიდველები და რა რაოდენობით წარმოებას არჩევენ გამყიდველები. ეს დასი მეგობრებო, დავამთავრეთ. მოდი ახლა გავაკეთოთ ჩვენი ანალიზი დღევანდელი საქართველოს მდგომარეობიდან. გრიგორი მენკიუ საქართველოსი არ წერდა, ხო? როდესაც გააკეთეს ფასების დამდგენი კომისია, თქვენი აზრით იყო თუ არა ეს გონიურული. ჩემი პირადი აზრით, სანდრო ქავთარაძის აზრით, არ იყო გონიურული. არა იმიტომ, რომ მე მათ სურვილში რომ ფასებს დაუწიონ ეჭვი მეპარება.
ანუ მეპარება, მაგრამ მაგიტო კი არა, არამედ იმიტომ, რომ ესე ფიზიკურად ვერ მოხდება. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ აქ ძალიან ეს არის ეკონომიკის ფუნდამენტია რა, მაკროეკონომიკაში მეოთხე თავი არის, რასაც მასწავლიან უნივერსიტეტში, ხო? ანუ არის ძალიან basic რაღაცა, ხო? ბაზისური ამბავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვთქვათ შემდეგი, რომ ერთადერთი გზა რომ ფასებმა დაიწიონ ან ჩვენთვის შესაძლებელი გახდეს არატვირთად დაწოლა ყოველდღიური პროდუქციის ყიდვის, არამედ ჩვეულებრივად ყიდულობდეთ, არის ბაზრის გათავისუფლება პოლიტიკური და კრიმინალური გავლენებისგან. ანუ თუ მაგალითად იმდენად ძვირია ჩვენთვის პროდუქციის ყიდვა, რომ ვერ ვყიდულობთ, ანუ მაშინ ბიზნესს არ ვუღის ხო, რომ აწარმოოს. ანუ იმიტომ რომ რა ვიცი, მე თუ რაღაცა ვაწარმოე და ვერ გავყიდე, რას ვაწარმოე, იმის ზარალში მივდივარ, ხო? და რა მომხმარებელი ადგება და ჩამანასწორებს მე უფრო იაფით და შეიძლება უფრო უხარისხოთითაც. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საქართველოში რა ხდება, ხო? რომ არის ქსელები მაგალითად, რა ვიცი, ალბათ მაგალითად აფთიაქები რა. აფთიაქებში წამლების სიძვირე განაპირობებს წამლის გალეგალურების სირთულეს. ანუ პირობითად შეიძლება ნებისმიერი ნუროფენი, ანუ არ ვიცი, მე წამლები არ ვიცი კარგად რა, მაგრამ უბრალოდ ფასების შედარება მე გავლილი მაქვს რა და შედარებული მაქვს. და მაგითო გეუბნებით, უბრალოდ არ მახსოვს ახლა კონკრეტული წამლების ფასები, მაგრამ ნებისმიერი წამალი რომ შევადაროთ საქართველოში აღიარს და თურქეთში აღიარს, ხო, ბათუმი გვერდზეა თურქეთი, ხო, ანუ არაფერი არ არის, ხო? ანუ რადიკალურად განსხვავდება რა, ანუ არის შემთხვევები, რომ 1500 ჯერ იაფია, არის შემთხვევები, რომ ორჯერ იაფია და ანუ რა ვიცი, 0.5 ჯერ იაფია და ანუ ხშირად ეგ 0.5 ჯერად ძალიან დიდ განსხვავებას იძლევა, ხო? ხო და ამის განმაპირობებელი არის ის, რომ კანონმდებლობა გვაქვს ისეთგვარი, რომ რთულია, ანუ წამალს თუ არ აქვს უამრავი ბიუროკრატია გავლილი, თუ არ არის რაღაცა ქართული ეტიკეტი და ასე შემდეგ, ვერ იყიდება რა, რაც გვიძვირებს. ანალოგიად ხდება ყველაფერში და ანუ ჩვენი თავარი თუ კი რამეზე არის სამუშაო ფასებთან მიმართებაში არის ორი რამე. პირველი რომ უნდა შეჩერდეს უკონტროლო ფულის ბეჭდა, იმიტომ რომ ნახეთ ემორი რამდენჯერ არის გაზრდილი და ემორის და რამდენად იწვევს ჩვენი ფულის გაუფასურებას და მეორე დერეგულირება არის აუცილებელი სამიწარმოო საქმიანობის. იქიდან გამომდინარე რომ მოხდეს ახალისება რა. და ანუ თუ მაგალითად სულ რო იყოს ეგ რა, იმპორტული პროდუქციაზეც უნდა მოხდეს დერეგულირება, კი, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას რომ რაღაცა წახალისდება წამლების შემოტანათ რა, მაგრამ რა არ ვქმნით ხო წამლებს რა, ანუ ჩვენ რა ვიცი, ქვეყანა რო ადგილზე წამლების კეთება დაიწყოს, იქნება სიდებილე. ქართველი ბიზნესმენები ზარაკეთებენ წამლებს. შესაბამისად ჩვენ შემოგვაქვს წამლები და ჩვენ ხელოვნურად ბაძვირებთ ამ წამლებს იქიდან გამომდინარე რომ უქმნით დაბრკოლებას მის შემოტანას ქვეყანაში. ხო, ასე რომ აი მოთხოვნა მიწოდების პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, დავაკვირდეთ და გავათავისუფლოთ ბაზარი და გავათავისუფლოთ ეროვნული ბანკი ყაჩაღებისგან და ყაჩაღური მეთოდებისგან, რომელთაც იბეჭდება უკონტროლოდ ფული. ძირს ფულის ბეჭდა. მადლობა.